ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მადლიერებაზე, ვითარცა ჭეშმარიტი რწმენის აუცილებელ პირობაზე. ამ თემას ეხება სახარების ის მონაკვეთი, რომელიც იკითხება სულთმოფენობიდან უკაცრავად 28-ვე შვიდეულის საკვირაო წირვაზე. ეს გახლავთ სახარება ლუკასი, მე-17 თავის, მე-12-დან მე-19 მუხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. და შერავიდა იგი დაბასა რომელსამე, მოეგებოდეს მას 10 კეთროვანი კაცნი, რომელნი დადგეს შორს და მათ აღიმაღლეს ხმა მათი და იტყოდეს: იესო, მოძღვარ, შემიწყალენ ჩვენ. და თავად მან ვითარცა იხილნა იგინი, რქუა მათ: წარვედით და უჩვენენით თავნი თქვენი მღვდელთა. და იყო ვითარცა წარ ოდენ ვიდეს იგინი მისგან, განმიდნეს კეთროვნებისა მისგან. ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამე თუ განიკურნა, მოიქცა და ხმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. და დავარდა წინაშე ფერხთა იესოსთა და ჰმადლობდა მას და ესე იყო სამარიტელი. მიუგო იესო და რქუა მას, არა 10-ვე განიკურნესა და 9 იგი სადა არიან. ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაითამცა მოიქცეს და მისცეს დიდება ღმერთსა. გარნა უცხო თესლი ესე. და რქუა მას, აღდეგ და წარვეთ, სარწმუნოება მან შენმან, გაცხოვნა შენ. ეს არის რაც ჩვენ წავიკითხეთ. მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოხატოს ადამიანმა მადლიერება ღვთისადმი. უპირველეს ყოვლისა, სანამ მადლიერების ამ შემთხვევას შევეხებოდეთ, უნდა ითქვას, რომ 10 კეთროვანიდან 10-ვე შეიძლება ასე თამამად ითქვას, რომ ნამდვილად გამოირჩევა მტკიცე სარწმუნოებით. საიდან ჩანს ეს? ჩანს იქიდან, რომ ისინი შეიკრიბნენ 10 ეს უმძიმესი სნეულებით შეპყრობილი ადამიანი და შორიდან, რადგანაც კეთროვანებს არ ჰქონდათ უფლება იქ სადაც საზოგადოება იყო შეკრებილი მიახლოება მათთან და შორიდან აღადებდეს იესო, შეგვიწყალენ ჩვენ. ანუ მათში იყო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ იესო ქრისტეს შეუძლია მათი განკურნება. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ მათ უკვე იცოდნენ და ალბათ ნამდვილად ეცოდინებოდათ. გარდა იმისა, რომ იცოდნენ, რომ ის დიდ სასწაულებს აღასრულებდა, იცოდნენ, რომ მან ერთ-ერთი სასწაული, დიდ სხვა სასწაულებს შორის იყო ერთ-ერთი კეთროვანის განკურნება. მაგრამ აქვე არის მეორე სათნოება, რომელიც მათ გამოავლინეს 10-ვე. ეს სათნოება გახლავთ სასოება. კერძოდ რა, ესე იგი, უთვალმა კი არ უთხრა, რომ იკურნებით. უთხრა, რომ წადით და უჩვენეთ თავი თქვენი მღვდელსა. რას ნიშნავდა ეს? რატო უთხრა ასე? ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი, რომელიც განიკურნებოდა კეთრისაგან,
აუცილებლად უნდა მისულიყო მღვდელთან. პირველ რიგში მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის არის განკურნებული და ადამიანს უნდა შეეწირა შესაწირავი მღვდლისათვის, შესაწირავი უნდა შეეწირა, ჯულით დადგენილი შესაწირავი უნდა აღესრულებინა. და შეწვირის რიტუალი უნდა აღასრულებინა. და ეს რასაკვირველია კეთროვანთათვის გასაგები იყო, იცოდნენ ეს წესი და მათ დაიჯერეს, რომ სანამ ისინი მივიდოდნენ მღვდელთან, ისინი განიკურნებოდნენ. ანუ არ შეურგულებულან, არ მერყეობა არ იყო მათში, ისინი წავიდნენ და ისწორედ ამ მტკიცე სარწმუნოებისათვის ურყევი სასოებისა, ანუ იმედისათვის, რომ ღვთის სიტყვა ნამდვილად იქნება მათზე აღესრულება და ისინი მიიღեն, ისინი მართლაც განიკურნენ. გზაში განიკურნენ, აი მიმავალებმა დაინახეს, რომ არიან, ესე იგი, განკურნებული, ну, საოცარია ეს მდგომარეობა ადამიანისთვის, ასეთი ფაქტიურად ზეზეულად მკვდარზე უარესი მდგომარეობა, მკვდარი გარდაიცვლება და ეს აი ესე იღწნება ადამიანი, აი ნელი სიკვდილი ესეთი ღწნის რაღაცა ხანგრძლივი პროცესი, ეს არის კეთროვანება, როცა ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილები იწყებს ღწნას. და ну, ესე იგი ტკივილისა, სიმყრალე, საშინელი და ესე ვთქვათ, აი წარმოუდგენელია მათთვის, ესე ვთქვათ, ასეთი არსებობა ხალხისგან მოწყვეტილი და უცებ ეს ადამიანები სრულად ინკურნება და ну, ხალხელა სიხარულია. და აი ამ 10 ადამიანიდან ერთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსულიყო მაცხოვართან და მისთვის, ესე იგი, გამოეხატა მის წინაშე ეს მადლიერება. და რომ მოვიდა, დაემხო, ესე იგი, მის წინაშე და ადიდებდა ღმერთს, ანუ მადლობდა ღმერთს და ბუნებრივია მადლობდა მაცხოვარს, რომლის საშუალებითაც ღმერთმა იგი განკურნა. და მაცხოვარი ასეთ კითხვას სვამს. განა 10-ვე არ განიკურნეთო და ის დანარჩენები რატომ არ მოვიდენო რა, განა რატო ვერ მიხვდნენო, რომ ეს მათაც უნდა გამოეხატათ ეს მადლიერებაო. ასეთი გულის ტკივილით თქვა მაცხოვარმა. და აი რატომ ელოდა მაცხოვარი ამ მადლიერებას? რა არის ეს მოლოდინი, რა მაცხოვარს სჭირდებოდა ადამიანებისგან რაღაც ესე ვთქვათ, აი ეს პირადად მას რასაკვირველია ეს მადლიერება, ას არ სჭირდებოდა. ეს სჭირდებოდათ იმ ადამიანებს, რომელთაც მიიღეს კურნება. და რატო სჭირდებოდათ? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ღმერთისგან რაიმეს ითხოვს, რასაკვირველია, ეს უკვე არის წმენის გამოვლინება და მით უმეტეს თუ იგი მოლოდინი აქვს, იმედი აქვს, რომ ეს მოხდება და აი ამ იმედით მოქმედებს, ასე ვთქვათ, ლოცულობს, ასრულებს ყველა იმ, ასე ვთქვათ, აუცილებელ პირობას, რაც ღვთის წინაშე მან უნდა გააკეთოს, რომ განიკურნოს. აი ამ დროს ადამიანი ელის რაღაც ღვთის შეწევნას, ღვთის წყალობას. და ეს არის მომენტი, რომ ადამიანს აქვს დიდი საჭიროება ღვთის შეწევნის, ადამიანს უნგეშოთ არის, ადამიანს, ესე ვთქვათ, ღვთის წყალობა, როგორც ესე ვთქვათ, ჰაერი ისე სჭირდება. და იგი ითხოვს ამას. იგი იმედით არის. მაგრამ თუ ადამიანი ამის მიღების შემდეგ არ გამოხატავს მადლიერებას, გამოდის, რომ მისი რწმენა და მისი სასოება ეს არის მომხმარებლური
ასეთი ქმედება. ანუ მანამდე ახსოვს ღმერთი, სანამ მას ისჭირდება. და როდესაც ღვთისგან ღებულობს სიკეთეს, ესე იგი მას უკვე აღარ უჩნდება განცდა იმისა, რომ გააგრძელოს ურთიერთობა ღმერთთან. ანუ მას ღმერთი სჭირდება, შეიძლება ესე ითქვას, მისი სურვილების და უფრო ძირითადად ასე ვთქვათ, მიწიერი, გარკვეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის და არა იმისთვის, რომ ღმერთ და არა იმისთვის სჭირდება და დაკმაყოფილება მისი გარკვეული ადამიანური მოთხოვნილებების, რომ უკეთესი ურთიერთობა ქონდეს ღმერთთან და ძირითადად გააუმჯობესოს ეს ურთიერთობა ღმერთთან და განამტკიცოს ეს კავშირი ღმერთთან. ანუ შეიძლება რწმენა იყოს მომხმარებლური, რაც სამწუხაროდ ხშირია. აი ადამიანები შედიან ტაძარში, სანთელს ანთებენ, რაღაცას ითხოვენ, მაგრამ როდესაც მათ ეს უსრულდებათ, მათ არ აქვთ, ესე იგი განცდა, რომ მათ უნდა, ესე იგი, თაყვანისცენ ღმერთს და ღმერთის თაყვანისცემა რას ნიშნავს? ღმერთის თაყვანისცემა ნიშნავს პირველ რიგში დიდების მეტყველებას, ანუ სიტყვით გამოხატვას იმისა, რომ ღმერთი დიადია, ღმერთი კეთილია, მადლობის თქმა სიტყვიერად, სამადლობელი სიტყვიერი მადლობა. და ეს არის ლოცვა, ეს არის დიდების მეტყველება, მაგრამ მარტო ლოცვა არ არის მადლიერება. ლოცვასთან ერთად ეს არის რაიმე კეთილი საქმის გაკეთება, სხვა გაჭირვებულისთვის დახმარება და რაც თავარია, სიყვარულის გამოხატვა ღვთისადმი და რა არის ღვთისადმი სიყვარულის გამოხატვა? უფალი ბრძანებს, ვისაც მეუყვარდე, ჩემი მცნებანი დაიმარხონ. ანუ ადამიანი აი ამ წყალობის მერე კიდევ უფრო მეტად უნდა ცდილობდეს უფლის სიყვარულის გამოხატვას და რეალურად პრაქტიკაში ეს არის მისი ნების აღსრულებას, ანუ მისი მცნებების აღსრულებას, სიწმინდეში ცხოვრებას, უფალთან დაახლოებას. აი ეს არის მადლიერება, რომ შენ გამოხატო სიყვარული და სიყვარულის საქმეები აკეთო, უფლის სიყვარულის საქმეები, რომელიც ასევე რასაკვირველია მოყვასის სიყვარულიც უფლის სიყვარულის საქმეა. და რასაკვირველია იმ შემთხვევაში თუ გაუჭირდა ადამიანს ამა თუ იმ ცნების აღსრულება და არ ღვია ესა თუ ის ცნება, გამოხატვა სინანულისა, რაც ასევე არის უფლის სადმი სიყვარულის გამოხატულება, რომ აი ადამიანი ნანობს, რომ უფალს ის ძღვენი ვერ მიართვა, ის სიყვარული ვერ გამოხატა უფლისადმი, რომელიც მას სურდა რომ გამოეხატა. ანუ სინანული არის შეუსრულებელი სიყვარულის გამომწუხარება და იგივე სიყვარულის აი ასეთი ფორმით გამოხატვა, რომ მე უფალო შენ მიყვარხარ და მე ვწუხარ, რომ ეს სიყვარული ვერ გამოვხატე და იცოდე, რომ მე მსურს შენთან ვიყო, შენ მიყვარდე და ეს ჩემი ცოდვა, რომელიც არ არის შენთან სიყვარულის გამოხატულება, ეს ჩემი სურვილი არ არის, ეს ჩემი უძლურებაა, ეს ჩემი, ასე ვთქვათ, დაცემული ბუნების, სნეულების შედეგია და არა ჩემი ნება. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, ნების სისუსტე და არა ჩემი, ასე ვთქვათ, მისწრაფება შენსკენ არ ნიშნავს ამას, რომ ჩემი გულგრილი ვარ შენს მიმართ. აი ეს არის მადლიერება და თავისთავად უმადურება ეს ნიშნავს, რომ ადამიანის რწმენა არის მომხმარებლური. თუნდაც სასოებაც არის მომხმარებლური. ადამიანი ეძიებს რაღაცას ამ ქვეყნიურს, რომელიც დაიკმაყოფილოს და არა იმისთვის,
რომ უკეთესად წარმართოს ურთიერთობა ღმერთთან და უფრო გააუმჯობესოს ეს ღმერთთან ურთიერთობა, ანუ ღმერთის სიყვარულში უფრო სრული ხმას, არა იმისთვის, არამედ იმისთვის, რომ აი რაღაცა ამქვეყნიური მიწიერი სურვილები დაიკმაყოფილოს. და აი რატომ არის შეწუხებული მაცხოვარი? მაცხოვარი იმიტომ არის შეწუხებული, რომ ღმერთი ადამიანს როდესაც სიკეთეს ანიჭებს, რასაკვირველია, ამ ქვეყნიური სიკეთეც საჭიროა, მაგრამ მთავარი მიზანი რა არის ამ ქვეყნიური სიკეთის? მთავარი მიზანი ის არის, რომ ადამიანმა დაინახოს, რომ ეს ამ ქვეყნიური სიკეთე არის ღვთის დიდი სიყვარულის გამოვლინება და რომ ამ სიყვარულს, ღვთის სიყვარულით უნდა უპასუხოს. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა ჯანსაღი სულის და აი ეს უმადურება არის სნეულის სულის გამოხატულება და თუ შენ ესე იგი არ ცდილობ აი ეს შენი სნეულება დაძლიო, თუ შენ არ ცდილობ ესე იგი გიყვარდეს უფალი, აი ეს ცნება აღასრულო შეიყვარო უფალი ღმერთი შენი. ესე იგი შენი რწმენა არის უნაყოფო, აი რომელზედაც იაკობ მოციქული ამბობს, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. დიახ, აი ეს არის უნაყოფო რწმენა და რა გამოვიდა, რომ ამ ხელა სიკეთე ღვთისა მიიღეს ადამიანებმა, ამ ხელა სასაული იხილეს და დააკმაყოფილდნენ იმითი, რომ ეს მიწიერი რაღაც სიკეთე მიიღეს და ვერ გამოიყენეს ეს იმისთვის, რომ სულიერად გამდიდრებულიყვნენ, სულიერად გაზრდილიყვნენ და ღმერთის სიყვარული მათში გაზრდილიყო, გამტკიცებულიყო. ეს აი ამაზე წყდება მაცხოვარს გული, ამიტომ მადლიერება ღმერთს კი არ ჭირდება. მადლიერება ჭირდება ადამიანს ღმერთისადმი, რომ დააფასოს ეს დიდი სიყვარული, ეს დიდი წყალობა და აი ამ წყალობის მიმართ გამოავლინოს თავისი სიყვარული, საპასუხო სიყვარული, ანუ მადლიერება. ეს როგორც თქვით არის ლოცვითი სახით, ეს არის კეთილი საქმეების სახით, ცნებების აღსრულების სახით და სწორედ ეკლესიური ცხოვრება ეს არის საშუალებები, სხვადასხვა საშუალებები, რომ ღმერთის სიყვარული გამოვხატოთ. ამიტომაც პირველი მცნება არის გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი და აი როდესაც მას ესე იგი იაკობ მოციქული ამბობს, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია, აი სწორედ რასაკვირველია რწმენას თუ არ ახლავს აღსარებლობა, თუ არ ახლავს სასოება, ანუ იმედი, ესეც მკვდარია, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია მესამე პირობა რწმენისა, ეს არის მადლიერება, ანუ ღვთის სიყვარული ღვთისა და აი ესეც თუ პირველი ორი არის და ეს მესამე არ არის, ანუ სამივე კომპონენტი უნდა იყოს, რომ რწმენა იყოს ცოცხალი, რომ რწმენა იყოს ნაყოფი გამოიღოს. და აი უკვე აი ეს მესამე კომპონენტი, როდესაც უკვე ასევე რწმენისა მოქმედებს, მაშინ არის რწმენა სრულყოფილი, მაშინ რწმენა არის ცოცხალი და მაშინ რწმენა გამოიღებს ნაყოფს. ამიტომ არის ეკლესიური ცხოვრება აუცილებელი და თუ ადამიანები ესე იგი არ საჭირო ვერ ხედავენ ეკლესიური ცხოვრების საჭიროებას, ესე იგი მათ არ აქვთ აი ეს ღმერთის სიყვარულის გამოხატვის მოთხოვნილება არ აქვთ. ისინი აღიარებენ, რომ ღმერთი კეთილია და კმაყოფილი არიან ღმერთის მიერ მონიჭებული სიკეთით, ან კიდევ უარესი უკმაყოფილონი არიან, იმიტომ რომ თქვათ თავის ცოდვების გამო დამძიმებულია მათი ცხოვრება და ფაქტიურად ღმერთის უკმაყოფილებას გამოხატავენ ღმერთის მიმართ, დრტვინვაში არიან, ესე ვთქვათ, სამდურავს ღმერთის მიმართ სამდურავს გამოხატავენ, რაც უკვე ძალიან უკვე ფაქტიურად ღმერთის შეიძლება ითქვას გაკიცხვა, ღმერთის შეურაცხყოფა და საბოლოო ჯამში მიდის ღმერთის
გმობასთან ეს ყველაფერი. ასე რომ უმადურება არის ძალიან დიდი ცოდვა და არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანის სარწმუნოება რასაკვირველია არ არის განხორციელებული, ნაყოფი არ აქვს ამ სარწმუნოებას და აი ეს დაემართათ იმ 10-დან 9-ს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს სამარიტელი, როდესაც იუდეველებს ჰქონდათ სრულყოფილი ჯური სამარიტელებს რაღაც ესე ვთქვათ წარმართობასთან შერეული ჯური ჰქონდათ მოსეს 5 წიგნეულს აღიარებდნენ მხოლოდ და აი რატომ არის ეს ნაჩვენები? აი იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რწმენა, ასრულებდეს წესებს, ჰქონდეს იმედი რომ ღმერთი მას შეეწევა და მიიღოს კიდევაც ეს წყალობა გარკვეულ ვითარებაში, მაგრამ ეს იყოს მომხმარებლური. ანუ იგი მხოლოდ ღებულობდეს და არ უნდოდეს რომ სიყვარულზე სიყვარულით უპასუხოს. მიღებულ სიხარული რომ მან მიიღო აი სიხარული სხვასაც გაუზიაროს. მას რომ მიენიჭა სიკეთე, მანაც სხვას მიანიჭოს სიკეთე და უფალი რომელიც მასზე ზრუნავს და ითხოვს მისგან რაღაც ჯანსაღი ცხოვრების წეს, სულიერი თვალსაზრისით უპირველეს ყოვლისა, ანუ სიწმინდეს ითხოვს, რომ ის ცდილობს, რომ აი ამით ღმერთის სიყვარულზე იმით უპასუხოს, რომ მისი ნება აღასრულოს, ანუ სიწმინდით ცხოვრებას ეცადოს და ისევ ვიმეორებ, ეკლესიური ცხოვრების გარეშე ამის განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ თუ ადამიანს არ აქვს მადლიერება, არ აქვს სიყვარული ღვთისა, მას ბუნებრივია ეკლესიაში ყოფნის აზრი მისთვის აღარ არის გაუგებარია და აი ეს არის სწორედ ის ადამიანები, ვინც ეკლესიურად არ ცხოვრობენ, ან პირიქით ცხოვრობენ, მაგრამ მხოლოდ მომხმარებლური მიზნებით ცხოვრობენ, ეს ადამიანები მათი ასეთი ადამიანების წმენა არის უნაყოფო და აი სწორედ ჭეშმარიტი ეკლესიური ცხოვრება, ანუ არა მარტო მიღება ღვთისწყალობის, არამედ ასევე უფლისადმი სიყვარულის, საპასუხო სიყვარულის გამოხატვა, დიდების მეტყველება, ქმედება, სიკეთის კეთება, მცნებების აღსრულება არის ჭეშმარიტი მადლიერება, ჭეშმარიტი სიყვარული და აუცილებელი ნიშანი და აი ბოლოს ასე მთავრდება ეს მონაკვეთის ახარებისა. მაცხოვარი ეუბნება ამ ესე იგი დაბრუნებულს მადლიერს კეთრო, განკურნებულს კეთრისაგან პიროვნებას, რომ სარწმუნოება მან გაცხოვნა შენ. აი სწორედ აქედან ჩანს, რომ აი ეს მისი მადლიერება ეს იყო სარწმუნოების გამოხატულება, ანუ სარწმუნოების დაგვირგვინება და სარწმუნოება ეს არის სწორედ გამოხატულება იმისა, რომ ადამიანს არა მარტო სწამს ღმერთი, არამედ ადამიანი შედის ღმერთთან ურთიერთობაში და ცდილობს მიღებული სიკეთის საპასუხო, მიღებული სიყვარულის საპასუხო სიყვარული გამოხატოს და აი უფლის ესე ვთქვათ ნებითი ცხოვროს. აი ეს არის უკვე სრულყოფილი რწმენა. ამიტომ მადლიერება არის აუცილებელი პირობა ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასრულოთ. ჩვენთან არს ღმერთი.